გამარჯობათ. ბატონო ბადრი, ჩვენ ვიყავით პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთის, მაგრამ როგორც სოციალური ქსელებიდან დავრწმუნდი, ჩვენ საერთო მტრების სკოლია, რომელიც ებრძვიან შელიგებას, სიყვარულს, მეგობრობას, მშვიდობას. მაგრამ მე მგონია, რომ ეს ჩვენს დამეგობრებას და ჩვენს ურთიერთობას ვერაფერს ზიანს ვერ მოუტანს. მე ვფიქრობ, რომ რესტორნების შესასვლელებშიც უნდა დაიდგას მაკონტროლებელი აპარატები, რომ ადამიანებმა მობილური ტელეფონი არ შეიტანონ ღონისძიებებზე, რადგანაც სრულიად შესაძლებელია სხვასაც მოუწყონ ის პროვოკაციები, რომელიც მე მომიწყო ჩემმა ერთ-ერთმა ბათუმელმა მასპინძელმა სუფრის წევრმა, რომელმაც არასწორი ინფორმაცია გავრცელა საზოგადოებაში. და შავი მადლობა მას იმისათვის, რომ ის ჩემს დამხმარე დავირჩიე იქა და დობა გამოუცხადე და აი დობის საპასუხოდ ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა მან არა მარტო საზოგადოებას, არა მარტო მე, არა მარტო სვანურ წესს, კულტურას, ადათს, არამედ პირადად გაილაშქრა ჩემზე და ჩემს ღირსებაზე და ჩემს პატრიოტიზმზე. ამიტომ მე მომავალში შევეცდები, რომ მას განკვეთილად პასუხი გავცე ამის გარდა, რასაც ეხლა ვამბობ. ამდენ მე ბოდის მოვხდი საზოგადოებას, რომ მე არა ვარ ის პიროვნება, რომელიც ჩემს ნათქვამს გადავთქვამ, მაგრამ მაგის პირობას ვერავის ვერ მისცემ, რომ პროვოკაციას ავკვეთავმე და საერთოდ არიარსებებს ღირიდან პროვოკაციები იქნება, მაგრამ ყველას ვაფრთხილებ, რომ ყველა უნდა მოერიდოს ამ არაკაცებთან პურის ჭამას და ჯდომას და დროს ტარებას, რომელიც ასე გაგიპიარებენ შემდგომში შენს კეთილ განწყობას და შენს მეგობრულ და ადამიანურ დამოკიდებულებას საზოგადოებასთან.